მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოში მინდა განახოთ ჩვენი ქართული ნაძვი. ეს ნაძვი მრავლადაა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს არის ერთ-ერთი უნიკალური ჯიში იმ კუთხით, რომ ჩვენ მაგალითად ბავშვობაშიც, დიდობაშიც ყველას დაგვიღეჭია ნაძვის კევი. ხოლო აი ზუსტად ეს სცენარია, რომელსაც ამოაქვს ის ნაყოფი. ეს არის ის ნაძვი, რომელიც ამზადებს კევს. ძალიან სასარგებლოა ეს ნაძვი. და მოგეხსენებათ ახალწლად ტრადიცია ესეთი, აი ნაძვის ხე უნდა იდგას ოჯახში და თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მაგალითად ეს ჯიშის ეს ნაძვი წელიწადში რამდენ სანტიმეტრს იზრდება. ეს ნაძვი წელიწადში იზრდება 10 სანტიმეტრით. მეტით არ იზრდება. აი ახლა ეს ნაძვი აქ არის დარგული, დაახლოებით არის მეტრა 70 სიმაღლით და 1-5 წელია მე მაქვს დარგული. და ქუთნით ვიყიდე 5 წლის წინ. და უბრალოდ ამ 5 წლის განმავლობაში აი გაეზარდა 60 სანტიმეტრი, მეტი არა. იმიტომ რომ ეს ნაძვი დაახლოებით აი ეს ამხელა იყო, აი მეტრა 30 თუ იქნებოდა სიმაღლით, მეტრაზე მეტი იყო, მეტრა 30. და ეს გაიზარდა ახლა ამ წუთას კადრში. ხედავთ ამისი ეს არის ამისი ყვავილობა. რომ დაიწყებს უკვე გაზრდას. ახლა მაგალითად თუ სადმე საენერგეში ნახავთ ნაძვს და ესეთი რამე აქვს გამოყებული, არ გეგონოთ რომ ეს რაღაც უცნაური ჯიშია. ეს ჩვეულებრივი ჩვენი ქართული ნაძვია. ზოგან ქართულ სოჭსაც ეძახიან ამას. ეს არის ნაძვი ჩვენი და ამიტომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამ ნაძვს, იმაში რომ ჩვენი ისტორიის ნაწილია, ჩვენთვის ჩვენი ეკოლოგიის დამსუფთავებელია. ყველა ადამიანს ეზოში უნდა ქონდეს ნაძვის ხე დარგული და აუცილებლად აღარ დაჭირდება მისი შეკამსმა, ალამაზება, სიტყვაზე რო იყიდო ნაძვი და მოიტანო შეკაზმული და დადო. ანუ შენთვის გექნება და ყოველ ახალ წელს მორთავ ხოლმე ამ შენ ნაძვს. აუცილებლად შემთხვევნა ყველამ შეიძინა თუ ინმეს გაქვთ ეზოში ადგილი, ერთი პატარა ადგილი დაუთმეთ ნაძვს და აღარ დაგჭირდებათ ყიდვა და ამით გადავარჩენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ეკოლოგიას და აღარ მოვჭირეთ ნაძვის ტოტებს, ხეებს, იმიტომ რომ ძალიან ნელა იზრდება ეს ნაძვი. და კონკრეტულად ნაძვის ჯიში ძალიან ნელა იზრდება, ძალიან ნელა ეს ჯიში. 10 სანტიმეტრი, ახლა ეს რაცა გამოღებული, ამას იქით-აქეთ გამოიღებს და აი წავა ზემოთ, აი მეტი ეს არ წავა არცად. ძალიან ნელა იზრდება, ძალიან ნელა. ამიტომ ჩემი თხოვნა არის კიდევ ამბობ, რომ ნუ დავაზიანებთ ბუნებას, ეკოლოგიას, ნუ გავანადგურებთ ნუ რაფერს. დავრგოთ ჩვენს ეზოში ქონდეს შვილებს, შვილიშვილებს, დადებს, ძმებს, დედებს, ბაბუებს, ბებიებს დავურგოთ ნაძვი და მოვრთათ ხოლმე ყოველ წელიწადს. და ჩვენი ნაძვი გვექნება, ჩვენი ნაძვის ხე გვექნება. ამიტომ ძალიან ნელა იზრდება, ძალიან ნელა. და ამისი მოჭრა არაფრის დიდებით არ შეიძლება, იმიტომ რომ ახლა ეს მაგალითად მეტრა ნახევარია, ხო?
ეს დაახლოებით იქნება 10-12 წლის. გამიგეთ? დაახლოებით. ამიტომ ამას რომ მოჭრი წარმოიდგინე პატარა ნაძვის ხეს რომ მოჭრი ბუნებამ კიდე ერთი 10 წელი 12-15 წელი უნდა ზარდოს ის ნაძვი რომ რაღაცა სისრულემდე მივიდეს. ეს არის უნიკალური ჯიში რომელიც ამავდროულად ადამიანისთვის სასარგებლო იძლევა ნაძვს მეორე არის კიდევ დამწვრობისთვის იყენებენ ამიდან იღებენ ფისი არის ესეთი რომელსაც ხმარობენ დამწვრობაში ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია ამისიც აი რაც ნაძვის კევი ან გადადუღებული კევები რაც იყიდება ამ სცენარისგან მოპოვებულია ამავდროულად ეს დამტვერვისას როდესაც ეს იწყებს როდესაც ამას გააჩნია მტვერი ჟანგბადი მტვერი ისეთ სასარგებლო ნივთიერებას გამოსცემს რომელიც სასარგებლოა ფილტვებისთვის ამისთვის სპეციალურად ტუბერკულოზზე მკურნალობენ ეს და კიდევ მეორენაირი სხვილ ღეროებიანია მაგრამ ეს არის უნიკალური ჯიში ჩვენი ნაძვის უნიკალური ჯიში რომელიც ძალიან ნელა იზრდება ძალიან ნელა ნუ მოვჭრით ნუ დავაზიანებთ ჩვენს დედა ბუნებას მადლობა ყურადღებისთვის და მათი გეცოდინებათ როგორ გამოიყურება ჩვენი კავკასიური ნაძვი ზოგან მას სოჭს ეძახიან ეს არის ჩვენი ლამაზი ნაძვი მადლობა ყურადღებისათვის